საღამოშვიდობის მადლობა ყველას მოგზანებისთვის. ესეთი იდეა დაიბადა და მომდევნო კურსი რაც გვაქვს არის რა თქვა ვოლანდმა ან იგივე რა თქვა სატანამ. 1-5 წუთი ვისაუბრებ ამ კურსის შესახებ და მე კითხვა პასუხზე გადავალთ ამ თემატიკიდან და შეგვიძლია უფროც გავშალოთ რაც შეეხება თვითონ ბიბლიას და ბოროტების და სიკეთის საკითხს. ბოროტების და სიკეთის საკითხი აქტუალობას არასდროს არ კარგავს, სანამ ადამიანი არსებობს, ყოველთვის იქნება შეკითხვები. ფილოსოფოსებსაც აღელვებთ ეს, თეოლოგებს, ფსიქოლოგებს, ლიტერატურათმცოდნეებს, მუსიკოსებს, ყველა სფეროში არის ეს საკითხი, იურისტებსაც, ყველა პროფესიაში არის ბოროტების და სიკეთის საკითხი თავისებურად წამოწეული. რა თქვა ვოლანდმა, ეს ვიმსჯელებთ ამ კურსში იმ კუთხით, რომ აი სატანა როგორ უყურებს ამ ყველაფერს და ცხადია ბიბლიურ თემატიკაზეა ძირითადად. პირველი თემა იქნება რა თქვა სატანამ ბიბლიაში. მრავალ ტექსტს შევეხებით მანდ, თვითონ ადამიანებთან დიალოგს, როგორ მოქმედებს ბოროტი ბიბლიაში, ხო? მეორე არის თუ არა ღმერთი ჰუმანური, ანუ ახლა თითქოს მოდაში წამოვიდა მხადაგებლებისგანაც და რელიგიური, ასე ვთქვათ, ლიდერებისგან, თეოლოგებისგან მხრიდანაც, რომ ღმერთი არავის არ სჯის, თითქოს ესეთი ტენდენცია არის, მე სხვა მოსაზრება მაქვს, რომ ღმერთი სჯის. და ამიტომ საერთოდ ჰუმანურ ჩარჩოებში არ ჩაჯდება ღმერთი და ამაზეც ვილაპარაკებთ. მეორე თემა ეგ იქნება. მესამე იობის წიგნი, როგორც სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ველი ადამიანი. იობის წიგნი, რომელიც ურთულესი წიგნი არის, ალბათ ყველა წიგნთა შორის, რაც კი დაწერილა, არა მხოლოდ ბიბლიიდან, არამედ მსოფლიო ლიტერატურა რო ავიღოთ, სხვათა შორის ნორვეგიულ ასეულში შევიდა 2002 წელს. იობის წიგნი ერთადერთი წიგნია, რომელიც ბიბლიიდან შევიდა ნორვეგიულ ასეულში 2002 წელს. ნორვეგიული წიგნის კლუბის ასეულში. მეოთხე თემა იქნება ცრუ წინასწარმეტყველებისა და ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების დაპირისპირება ბიბლიაში, რაც ჩანს, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში და ამ კუთხითაც გავშლით მეოთხე თემას. მეხუთე თემა უკვე იქნება ლიტერატურიდან, ეს იქნება გოეთეს შედევრი ფაუსტი, რომელიც იმ დროის ბოროტებისა და სიკეთების საკითხის გააზრების ევროპულ საზრის თავს უყრის და დღემდე ეს ინერცია მოდის, მისი გავლენა დიდი არის. რა თქმა უნდა, გოეთე თავისთავად ბიბლიის გავლენის ქვეშ არის და კერძოდ იობის წიგნის გავლენის ქვეშაც არის და იქიდან ზუსტად იქაც დიალოგი არის პროლოგი, სადაც მიმდინარეობს ეს იობის წიგნიდან ჩანს, რომ შთაგონება აქვს მას. ბიბლიური, ასე ვთქვათ, სიუჟეტები არის. მერე გავაგრძელებთ ბულგაკოვს, როგორც გოეთეს, ასე ვთქვათ, მემკვიდრე და გამგრძელებელი და თავისებური ინტერპრეტატორი მიხაილ ბულგაკოვი, კერძოდ ოსტატი და მარგარიტაში, დიალოგები იქ საინტერესოა. დიალოგები ბოროტისა და ვოლანდსა და ადამიანებს შორის, როგორ არის წარმოჩენილი და იქ ფილოსოფიური საზრისი რო დავინახოთ იქაც და ეს ასპექტები. მეშვიდე ნეტარი ავგუსტინეს ზეციური ქალაქის შესახებ და მან დაწერა ესეთი შრომა De Civitate Dei, ღვთის საღვთო ქალაქის შესახებ და აი საღვთო ქალაქისა და მიწიერი ქალაქის დაპირისპირება როგორ არის წარმოჩენილი ავგუსტინესთან, როგორც მარადიული ბრძოლა ესქატოლოგიურ ბოლომდე, სანამ მეორედ მოსვლა მოხდება ზეციური ქალაქის წარმოჩენა, ასე ვთქვათ. და ბოლო იქნება მერვე ლექცია,
რა თქვა დიდმა ინკვიზიტორმა იმ კუთხით, რომ მხოლოდ დოსტოევსკის ინკვიზიტორზე არ ვილაპარაკებთ, ეს უბრალოდ ილუსტრაცია. როგორც მიწიერი ეკლესიის ბრძოლა ბოროტებასთან, ინკვიზიციის საკითხები, ინდულგენცია და ეს საკითხები, რა მექანიზმი იყო ამ მიწიერ ეკლესიაში, არა მხოლოდ კათოლიკურ სამყაროში, არამედ ბიზანტიურ სამყაროშიც, სადაც თეოკრატიული მმართველობის მოდელი იყო, ოდნავი განსხვავებებით, მაგრამ საერთო ჯამში მონარქიულად. ეს 8 თემატიკა შევა ამ კურსში, რა თქვა ვოლანდმა. ძირითადი, ასე ვთქვათ, პენალტების დასარტყმელი სივრცე ხა გავშალე მე, რა თქმა უნდა, ბიბლიიდან ნებისმიერ საკითხს შეგვიძლია შევეხოთ. კითხვა-პასუხს ვადარებ ხოლმე პენალტს და გოლკიპერს. რა თქმა უნდა, პენალტის დამრტყმელს უფრო დიდი უპირატესობა აქვს ვიდრე გოლკიპერს, მაგრამ ასეა ეს და თქვენთან ერთად შევეცდები, რომ ძირითადად წავიდეთ მიმართულებით ბოროტებისა და სიკეთის არსებობის პრობლემატიკით, მაგრამ თავისუფლება გვაქვს, რომ დავუსვათ შეკითხვა ნებისმიერ რამ, რაც დაკავშირებულია ბიბლიასთან, რელიგიასთანაც. ამით შემოვიფარგლები მე ახლა უბრალოდ მოკლე შესავალი გავაკეთე, რომ კონცენტრირება მოგვეხდინა და დაველოდები თქვენ შეკითხვებს. რაღაცნაირად ის არის, რა ქვია, სიჩუმე ჩამოვარდა შეკითხვების დასმა დავიწყოთ, ხო? ონლაინ მსმენელის შეკითხვას დავსვამ. თამუნა სიმონ გულაშვილი, რატომ გვაქვს პოლარობა? ღმერთი და სატანა, რატომ არ არიან ქალები ბევრი რაოდენობით და რატომ არ არიან ქალები თანასწორები მამაკაცთან? ესეთი შეკითხვა არის, თემატურად რამდენად სად არ არიან ბევრი რაოდენობით, აი ეგ საინტერესოა. ანუ ალბათ სახარებაში, ხო, წმინდა წერილში. ეხლა რაოდენობრივად თუ შევეხებით ქრისტეს გარშემო მოწაფეები და წინასწარმეტყველები და ლიდერებს თუ ვლაპარაკობთ ბიბლიის კონტექსტში, მართლაც კაცები უმრავლესობაში არიან უფრო. თუმცა ქალებიც არიან. აი ძველი აღთქმა რო დავიწყოთ, ევა პირველი გმირი, რომელთანაც დიალოგს იწყებს ვოლანდი. პატევი დასდო ევას, ადამთან არ დაუწყია პირდაპირ. ანუ არ ვადანაშაულებ, აქ პასუხისმგებლობა ორივეზეა. მაგრამ მერეც საერთოდ ქალბატონების გარეშე როგორ გამრავლდებოდა კაცობრიობა, ხო? ეს ერთი. დებორა ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაში, ესთერი, რომელიც სპარსეთის იმპერიის მეფის მეუღლე და დედოფალი გახდა, ხო? მოსეს და მირიამი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ისიც. ბითია, რომელმაც გადაარჩინა მოსე. კი ბატონო, ის თვითონ მირიამი იყო, ვინც მე ფარაონის ასულთან რო ფაქტიურად დედამისი ყვებავდა მერე მოსეს, ანუ მირიამ ისევ დედა მოიყვანა ფარაონის ასულთან, რომ მოსე ეკვება. ახალ აღთქმას თუ შევეხებით ახლა ღვთისმშობელზე დიდი ქმნილებათა შორის არავინ არ მიიჩნევა. იმიტომ რომ ღვთისძე იტვირთა, ღვთისძე განკაცდა, სამების მეორე ჰიპოსტასი განკაცდა მარიამისგან და ეხლა მასზე დიდი სტატუსი არც ერთს და არავის არ აქვს ქრისტიანულ სამყაროში. ამიტომ რიცხობრივად შეიძლება ქალები ცოტა არიან, მაგრამ 8 წლის თვალსაზრისით ნამდვილად აჯობეს მამაკაცის ღვთისმშობლის სახით. ამიტომ ვერავინ ვერ შეძლებს. აი ხა ქალბატონებს მინდა გკითხოთ,
ცოტა ისეთი უკან დაბრუნებული შეკითხვაა, მაგრამ ვისაც შვილი გყავთ და იცით რომ ეს სამყარო შემოქმედია, რანაირად შეგიძლიათ ამის საერთოდ რაციონალურად პუნქტებად გააზრება, რომ როგორ შეიძლება ამის დატევნა საერთოდ ყველა ადამიანური შესაძლებლობებით რო ვიფიქროთ, ეს ხო უბრალოდ აღემატება რაციოს და მორჩა. ეს ის საკითხია, სადაც პუნქტები და ქვეპუნქტები აღარ მოქმედებს, მორჩა. ამიტომ რაოდენობრივ საკითხში ვეთანხმები კითხვის დამსმელს, მაგრამ ხარისხობრივად გვაჯობეს ქალბატონებმა კაცებს, უნდა ვთქვათ. თვითონ ქრისტეც, როდესაც გარდაიცვალა ჯვარზე და მერე სამარხში იყო, ქალბატონები მიდიან, ხო, მენელსაცხებლეები, ჯვართანაც დგანან ქალბატონები. მარიამ მაგდალელი როგორ ეძებს, ანუ შეიძლება არ ჩანან იქ ბევრი რაოდენობრივად, მაგრამ ძალიან ბევრი ქალბატონი არის ქრისტეს გარშემო და საერთოდ დიაკონისების ინსტიტუციც არსებობს მართლმადებლურ ტრადიციაში, როდესაც ქალბატონები იყვნენ დიაკონისები ბერძნულ ეკლესიაში განსაკუთრებით. დღესაც მგონი არის შემორჩენილი ეს. ეხლა რაც შეეხება პატრიარქალურ საკითხს, ეს კულტურული ასპექტი არსებობდა და იყო კი ბატონო. ეს მომენტი არის, რომ პატრიარქალური ეპოქაა ბიბლიაში და მამაკაცი უფრო წინ არის წამოწეული. ამაზე შეიძლება მსჯელობა და დავა, დათანხმება, არ დათანხმება და ასე შემდეგ. იმაშიც ხო ჩანს, როდესაც იესო გარდაიცვლება და გამოეცხადება შემდეგ პირველად მოწაფეებს. მოწაფეებს ყველას ერთად გამოეცხადება და ქალს მარიამ მაგდალენელს ცალკე ბაღში რო ანუ იმ ხელაპატივს მიაგებს, რომ ანუ ცალკე რო ეცხადება მარიამს. ხო, აქაც ხო შეიძლება? ქალის და კაცის ხო, ანუ დაჩაგრული არ იყო. სქესობრივი კუთხით რო განვასხავთ, ალბათ მაგ კუთხით არ არის. უფრო ქრისტე ეცხადება ყველა ადამიანს ისე, როგორც ალბათ მისთვის არის უფრო საჭირო. მაგრამ თითქოს მაინც გამოარჩია და ინდივიდუალურად მას გამოეცხადა. შეიძლება ის თვლიდა, რომ მას უფრო სჭირდებოდა იმედად. ეხლა ხო ის ხო მწყემს თავარია და როგორ უნდა მწყემსოს თავისი სამწყსო. აი, ერთ კითხვას დაგისვათ, ცოტა მე მგონია ძველი აღქმიდან არის. როცა ვკითხულობდი ბიბლიას, ძველ აღქმას შემხვდა ღმერთის სახელი ორნაირად. ერთი იყო ჰაშემი და ერთი იყო ელოჰიმი. ორნაირად იყო მოხსენიებული და თითქოს ანუ ვერ ცოტა თუ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, ანუ რატო პირველი როგორ? ელოჰიმი და ჰაშემი, ან ხაშემი. ქართულად როგორ არის? ტეტრაგრამატონს იძახით, იჰვ რაც არის. დიახ, და რატო გახდა საჭირო, რომ ორი სხვადასხვა სახელით ყოფილიყო მოხსენიებული, ანუ სხვადასხვა ბუნება გამოიხატა, ამით უფლის თუ ანუ რატომ არის ორი სხვადასხვა სახელწოდებით მოხსენიებული? ელოჰიმ არის ზოგადი სახელწოდება იმ კულტურაში. არა მხოლოდ ერთი ღმერთის, არამედ საერთოდ მრავლობითია ელოჰიმი, რომ ავიღოთ. და ისრაელის ღმერთის მიმართაც არის გამოყენებული ეს ელოჰიმ მრავლობითში, მაგრამ ებრაულ ტრადიციაში ისინი ამბობენ, რომ ეს მეფური მე არის. როდესაც მრავლობითშია მიმართვა ძველ აღთქმაში ისრაელის ღმერთისადმი, იგულისხმება სამეფო მე. ისლამშიც ასე არის. მხოლოდ შემდეგ ახალი აღთქმის ავტორები, როცა შემოდიან და ქრისტიანობა სამების გამოცხადება, ქრისტიანობაში ხო ცხადდება ღვთისმშობლი. მერე ხედავენ ამ მრავლობით სახელწოდებაში სამების ასპექტს, მაგალითად, მოდით შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. მრავლობითში ამბობს ღმერთი თავის თავზე. და მერე ხვდებიან, რომ მითითებაა თორმე ის, რომ მამაძე და სულიწმინდა ყოველთვის თანაარსებობენ. რაც შეეხება ტეტრაგრამატონს იჰვჰს, ამ კონკრეტული სახელით მოსეს უცხადდება ღმერთი, თუმცა იქამდეც ნახსენებია იეჰოვა ირე, მაგრამ იქ ეუბნება, რომ აბრაამს ამ სახელით არ გამოვცხადები ვარ,
არამედ ა ブラ ამს გამოეცხადა ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით ელ-შადაი, ყოვლადძლიერი. იჰვჰ ნიშნავს მე ვარ. რატომ ამბობს ღმერთი მე ვარ, იმიტომ რომ ის მყოფობს ნებისმიერ გარემოებაში, ნებისმიერ სიტუაციაში, სივრცის, დროის, მატერიის და რაც არ უნდა ხდებოდეს შენს ცხოვრებაში, მოსე, მე ვარ და მე ვარ, რომელიც გამოიყვანს ამ ხალხს ეგვიპტიდან და მე ვარ ის, რომელიც ყოველთვის ვარსებობდა, არასდროს არ ვიწყებდა, არ ვამთავრებ არსებობას. ამ კუთხით ყოველ წინასწარმეტყველს თითქოს და იმ კუთხით უცხადდება ღმერთი, რა პრობლემასთანაც აქვს საქმე. მაგალითად, ა ブラ ამს რომ მოუწოდებს ღმერთი, ხო? ეუბნება რომ დატოვე შენი სახლი, სამშობლო, ყველაფერს დატოვეს, მიდის და კონკრეტულად არ იცის ჯერ ეტაპობრივად იგებს. და ყოვლადძლიერი ღმერთის გამოცხადება სჭირდება. და მოსეს შემთხვევაში ეგ იყო საჭირო. კონკრეტულად მაგ სახელს მე ებრაელები დღესაც არ წარმოთქვამენ და არც არის ცნობილი ბოლომდე დღეს როგორ წარმოითქმის. არ არის ცნობილი. თანხმოვანები არის ხო? ჰვჰ და ყველაზე ასე ვთქვათ მართებულად მიაჩნიათ ებრაული სპეციალისტებს რომ იაჰვე არის. სხვა ვერსიაც რომელიც მოგვიანებით შუა საუკუნეებში წამოიწია იეჰოვა, მაგრამ იაჰვე უფრო სწორად მიაჩნიათ. საერთოდ ღმერთის თლიანად თვითონ ღმერთი რო წარმოაჩინოს ესეთი სახელი არ არსებობს, იმდენად დიდია ღმერთი. ისე უცხადდება ადამიანს, რა დონეზეც ადამიანს შეუძლია ამის დატევნა და ამ კუთხით არის ეს სახელები. რომ ელოჰიმ და იჰვჰც სხვაგან არის ცაბაოთ უფალი, ანუ მებრძოლი. გმადლობთ. მოგესალმებით ირმა კოხრეიძე. პირველი კითხვიდან გამომდინარე გამიჩნდა ეს შეკითხვა. აი პირველმა მსმენელმა რო თქვა რომ ეს თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის მე მაინტერესებს ეს დღევანდელი ეპოქის პრობლემაა თუ ქრისტიანობის დასაბამიდან ასე იყო და ქრისტიანობამდე ხანაშიც დაუშვათ ასე იყო რომ ქალის და კაცის თანასწორობაზე სულ იყო დავა. უსაფუძვლო არ არის ახლა ეს ძველ კულტურებში ახლა არ იყო მატრიარქალური წყაროებში როგორ არის ბიბლიურ თხრობას რაც შეეხება პატრიარქატი ლიდერია. თუმცა არანაირად არ გულისხმობს ეს ქალის ჩაგვრას ბიბლიურ თხრობაში. არანაირად. თუმცა ამის ახლა ბოროტად გამოყენება იქ პავლე მოციქული რო ბრძანებს ქალი დაემორჩილოს ქმარს და ეშინოდეს ქმრისა. იქვე ამბობს რომ ქმარს უყვარდეს ქალი ისე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. სანამ ანუ როგორ შეიყვარა ქრისტემ ეკლესია, ხო, ეხლა თავი დასდო მისთვის და ეს ქმრის მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნა არის და მერეა და ეს არ იგულისხმება მონური მორჩილება, არამედ სულ ქრისტიანული, ასე ვთქვათ, სიყვარულის კონტექსტშია თქვა. მერე ხა ეპოქალურად განსაკუთრებით მონარქიულ პირობებში იყო გადამეტებები და ჩაგვრა, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე მერე უახლოეს ისტორიაში ფემინიზმიც წამოვიდა. ყველა უკიდურესობა რომელიმე უკიდურესობის მეორე მხარეა, ხო? თუმ ერთი მეორეს იწვევს და თუ ობიექტურად დავაბალანსებთ, კი მამაკაცი ლიდერობს, მაგრამ ქალსაც და კაცსაც აქვთ თავისი პირადი ასპექტი, რომელიც ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებს და ვერ აჯობებს. ესე შევხედავ, ანუ ეხა კვერს არ ვუკრავ ფემინიზმს, არა. ქრისტიანულ ტრადიციაში მამაკაცი ლიდერობს, ასეა.
პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტე არის ეკლესიის თავი, მამაკაცი არის ოჯახის თავი, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, დესპოტურ ბატონობაზე არ არის საუბარი, ხო? ასე მიპასუხებდით. ყოფიერებაში ადამიანის მამაკაცების და ქალების თავის ინტერპრეტაციას აძლევენ და როგორც უძებ ისე კაი, კიდე ერთ ონლაინ შემოსულ შეკითხვებს დავსვამ, მე ისე ვაკეთე. ესეთ შეკითხვა, თაკო კავლელიშვილი, ვინ არის იესო? ღმერთკაცი თუ ისეთივე ღვთის შვილი, როგორიც ჩვენ ყველა? და დინოზავრები ვინ გააჩინა? ისინი ღმერთმა თუ რამე სხვა ამბავი? დინოზავრებიდან დავიწყოთ ალბათ და მე ქრისტეოლოგიაში შევეხება. ფიქრობ, რომ როგორც ყველა ქმნილება და როგორც ქრისტიანი თეოლოგი ვიტყვი, რომ გინდათ თუნდაც ევოლუციურ თეორიას ეყრდნობოდეს ვინმე ან სხვა სამყაროს წარმომავლობისა, ნებისმიერ შემთხვევაში ფიქრობ, რომ ღმერთმა შექმნა სიცოცხლე და ის არის წყარო სიცოცხლის. არსებობა ზოგადად არის, სიცოცხლე არის ყველაზე დიადი რამ და აი ეს ონტოლოგიური არგუმენტი, რომ ღმერთის არსებობის, ასე ვთქვათ, დამადასტურებელი ერთ-ერთი ხო? უნდა არსებობდეს ის, ვისაც არც დასაწყისი აქვს არსებობის და თვითონ არის წყარო სიცოცხლის. აი ეს ამიტომ მიაჩნიათ ფილოსოფიურად, რომ არსებობს ვინმე, ვისაც ღმერთს უწოდებთ, ვინც ქმნის ყველაფერს. ქრისტე ვინ არის შეკითხვა? ამაზე იმდენია დაწერილი და იმდენია ნათქვამი. ქრისტიანული ღვთისმეტყველებით იესო ქრისტე არის ღვთის სიტყვა, ლოგოსი, სამების მეორე პირი, რომელიც განკაცდა და ის 100%-ით ადამიანი და 100%-ით ღმერთია. კი, თეოანტროპოს, ანუ ღმერთკაცი, ეს ადრეული ეკლესიის დროს უკვე შემოღებული ტერმინია, რომელიც მიუთითებს, რომ იესო ქრისტე არის 100%-ით ღვთისძე, ღმერთი და 100%-ით ადამიანი. მის პიროვნებას რაც შეეხება ეს არის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ არსებობენ ასე ვთქვათ, ქრისტიანობის პარალელურად არსებული კონკრეტული მიმდინარეობები, რომლებიც იესო ქრისტეს ქმნილებად მიიჩნევენ მხოლოდ და არა ღვთისძედ და მამასთან თანამარადიულად. მაგრამ ეს უკვე ის მიმდინარეობებია, რომელთანაც სპეციფიური დიალოგი არის საჭირო. კლასიკურად კათოლიციზმისთვის, მართლმადიდებლობისთვის და ტრადიციული პროტესტანტიზმისთვის იესო ქრისტე არის ღვთისძე, ღმერთი, სამების ერთ-ერთი იპოსტასი, ღმერთკაცი, უკვე განკაცების შემდეგ. მე მოხს ასეთი კითხვა. თავისუფლება როგორ შეიძლება გავიგოთ ბიბლიის მიხედვით? ღვთის ყოვლისმცოდნეობის და თავისუფლების ურთიერთმემართება, ადამიანის თავისუფლების ურთიერთმემართება ყველაზე რთული საკითხია საერთოდ ფილოსოფიაშიც, თეოლოგიაშიც და ცხოვრებაშიც ახლა თავისუფლება გვაქვს, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, რაც მინდა. შეზღუდვებიც გვაქვს. ღმერთის სუვერენიტეტია, რომ მისი სუვერენული ნება, სრული დამოუკიდებელი ნება მოიცავს ყოვლისმცოდნეობას და ყოვლის შემძლეობას. თავისუფლებას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები ქრისტიანული კუთხით. ეს არის შეცდომის შესაძლებლობა, ეს არის იმის გაკეთება, რაც არ სურს, რომ შენ ღმერთს არ სურს, რომ შენ გააკეთო,
მაგრამ გაქვს უფლება რომ გააკეთო და იწვნიო იმის შედეგებიც. ზღვარი უკვე ეს მეორე საკითხია, როგორ ხვდები. არსებობს პირადი გამოცხადების ცნება ქრისტიანობაში და ბიბლიურ თხრობაში. არსებობს სპეციალური გამოცხადება, რაც წერილობით საღვთო წერილს გულისხმობს. იქ კონკრეტულად გაწერილია, რაში გაქვს თავისუფლება და რაში გაქვს შეზღუდვა. მაგალითად, ჩარჩოსთვის ავიღოთ 10 მცნება. 6 მცნება მიმართულია კონკრეტულად შენი ურთიერთობა მოყვასთან, სხვა ადამიანთან. არ კლა, არ იმრუშო, ცრუ მოწმე არ გამოხვიდე. ეს ყველაფერი მიმართულია ადამიანთან, ეს არის ჰორიზონტალური ასპექტი. არის ვერტიკალური ასპექტი, რომ ღმერთი ამბობს, რომ მე ვარ სიცოცხლის წყარო და ჩემთან თანაბრად და საერთოდ სხვა ღვთაება ნუ გეყოლება. ეს არის თეისტური მსოფლმხედველობის ბიბლიური თხრობის ასპექტი. პირველი 4 ცნება მიმართულია კონკრეტულად ვერტიკალი ღმერთისკენ, დანარჩენი 6 მცნება ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობისკენ. ნუ ზოგადად თუ ვიყვით ეს არის. კაი, კიდე ერთ შეკითხვას ახლა ონლაინ დავსვამ. ასეთ შეკითხვა არის. შორენა ნაზღაიძე, რატომ იბადებიან თანდაყოლილი დაავადებებით? ეს არის ტანჯვის არსებობა, როგორ შევათავსოთ ღმერთთან, რომელიც არის სიყვარული. იოანე მოციქული წერს თავის პირველ ეპისტოლეში მეოთხე თავში ორჯერ ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია. არ არსებობს სხვა რელიგია, სადაც ეს მტკიცებულება არსებობდეს. ყველა შეიძლება დაგეთანხმოს, რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ან ყველა არ დაგეთანხმოს, მაგრამ მტკიცებულება, რომ ღმერთი სიყვარულია, ქრისტიანობაში არსებობს. ამით ჩვენ უფრო გავირთულეთ ცხოვრება ქრისტიანებმა და უფრო ძნელია ჩვენთვის პასუხის გაცემა, თუ რატო იბადება ასე ვთქვათ, სხვადასხვა ნაკლით ადამიანი, ფიზიკური იქნება, ფსიქიური თუ დაავადებით. ერთი რამე ვიცით პირველი ზოგადი პასუხი, რაც შეიძლება გავცეთ, რომ ყველა ისე უფრო ჩიხში შევდივართ. როდესაც შესწოდეს ადამმა და ევამ, აქედან შემოვიდა სიკვდილი, აქედან შემოვიდა ავადმყოფობა, ტკივილი, იქამდე იგულისხმება, რომ არ იყო. ზოგი ფიქრობს, რომ იქამდეც მოკვდავი იყო ადამიანი, მაგრამ რახან ეს არ ქონდა არჩეული, ღმერთთან ურთიერთობით უნარჩუნდებოდა მარადიულობა. ირინეოსს აქვს ესეთი აზრი. ნებისმიერ შემთხვევაში შეცოდებას შემოაქვს ეს არასრულყოფილება და ამ არასრულყოფილების გვერდითი მოვლენა აი ყველაფერი. კონკრეტულად მაგ ბავშვმა რა დააშავა? ამაზე პასუხი არ არსებობს. არავის არ აქვს ამაზე პასუხი. ამიტომ მე ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თვითონ იმ არასრულყოფილების შედეგი, რაც მოყვა ცოდვაში დაცემას. მაგრამ არსებობს ბიბლიურ თხრობაში იმედი, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერიც უნდა დამარცხდეს, იმიტომ რომ გადარჩენა ქრისტიანული კუთხით ეს არ არის უბრალოდ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა და მარადიული სამსჯავროსგან თავის დაღწევა. ეს ყველაზე ზედაპირული და იურიდიული ასპექტია გადარჩენის, ანუ ცხონების. გადარჩენა ნიშნავს, რომ ყოველგვარი არასრულყოფილება უნდა მოისპოს და აღარ უნდა იყოს ცრემლი, აღარ უნდა იყოს ტკივილი, აღარ უნდა იყოს სიკვდილი და აღარ უნდა იყოს ესეთი პრეცედენტები. კონკრეტულად ეს არის თავისუფლებაში ღვთის საწინააღმდეგოდ გაკეთებული არჩევანის გვერდითი მოვლენა
რომლის გამოსწორებაც მაინც ღმერთმა მისცა ადამიანს. ეს არის მოკლედ რო შევაჯამოთ. ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, შედეგი დევს თავისუფალ არჩევანში. თავისუფალ არჩევანში დევს ბუნტის შესაძლებლობა ღმერთის წინააღმდეგ. ეს არის ბიბლიური თხრობის რეალობა, ეს არის. მიკროფონს ანუ როცა არის მსგავსი შემთხვევა კი დასმულ კითხვას გავაგრძელებ, ანუ ღვთისმობაში კი არ უნდა შეხვიდე, უნდა მიიღო ისე როგორც არის და მიყვე ღვთისნებას, ხო? ამას ბრძანებთ, სწორად გავიგე თქვენი ახსნა? მე ხალ ვერავის დამოძღვრას ვერ დავიწყებ. არა, მოძღვრობას გაზე არა, მე თუ გავიგე სწორად თქო, მე ღმერთს აქვს მიცემული ადამიანისთვის უფლება, რომ ღვთისმობაშიც შევიდეს. მაგრამ ღმერთი იძლევა რეკომენდაციას, რომ ჯობია არ შეხვიდე ღვთისმობაში. იობის წიგნი თუ წაგიკითხავთ, იმედი მაქვს, რომ ყველას წაგიკითხავთ. იობი ერთ რამეს თხოვს ღმერთს, რომ გამეცი პასუხი რატო ვიტანჯები. მეგობრები ადანაშაულებენ, შენ იმიტომ იტანჯები, რომ შესწოდე ალბათ ისე. განაცოდვისთვის არ სჯის ღმერთი, კი, მაგრამ იობის შემთხვევაში შეცდომას უშვებენ. იობი ცოდვის გამო არ იტანჯება. იობი ღმერთს იწვევს, რომ ესეც სიტყვებს ეუბნება. შენ თვითონ მეოხი მეყავიო, შენს წინაშიო, მიშუამდგომლეო, იმიტომ რომ სხვას აღარ შეუძლიაო. გამეცი ხმაო, რატომ ვის ედავებიო, ფოთოლს ედავებიო და ნაცარს ედავებიო. მეო გავიმართლებო შენს წინაშე ამ კატეგორიებში თავს იძახის. და ბოლოს ეს მეგობრები სამივე ღმერთი ეუბნება, რომ თქვენ შესწოდეთ და აბა იობს თხოვეთ, რომ თქვენთვის ილოცოს. ნახეთ. იქ ერთი მეოთხე პირიც არის ელიჰუ, ვინც სწორ რაღაცებს ეუბნება იობს და პასუხი იობს იუნგს აქვს დაწერილი, ესეც გადავიკითხე და იუნგს თუ დაუჯერებთ, იუნგი ესეთ ვერსიას გვთავაზობს, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი გააზრება მისი ნაწარმოებისა ესეთია, რომ იობი არის იუნგის მიხედვით პასუხი იობი რაც დაწერა. იობი არის სატანისა და ღმერთის ალიანსის ექსპერიმენტის მსხვერპლი. იუნგი ამას გვთავაზობს. ჰორიზონტალურად თუ შევხედავთ, მართლა ეგრეა. მართლა ეგრეა, იმიტომ რომ თავიდან დიალოგია იქ სატანასა და ღმერთს შორის. თან ღმერთი იჩენს ინიციატივას. ნახე შენ ის იობი, ჩემი ერთგული რო არის. სატანა რას ეუბნება? ვნახე, შენ გონია ანგარების გარეშეა ერთგული. აბა წაართვი და ღმერთი ეუბნება, მიდი წაართვი. ვინმეს მოუნდება ადამიანთაგან ასეთი ექსპერიმენტის პირი გახდეს, მე არ მომინდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხებით საკითხს, რატო იტანჯება მართა, ასე ვთქვათ, უცოდველი არავინ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ღმერთი თვითონ ახასიათებს მართალი, წრფელი, ბოროტებას განრიდებული, თვითონ ახასიათებს სატანასთან, რომ ესეთი კაცია იობიო. ეს უფრო ვართულებთ საკითხს, ანუ რატო იტანჯება მართალი იობი. და ბოლოს რო ვხედავთ პასუხს, აბა შეხედე, ნახე ყორანი რო იმათი ბახალა რო ჩხავის, იმასაც მევაჭმევ, არწივის იმას რო შია მევაჭმევ, იქ ლევიათანი რაღაც უცნაური ცხოველია, რომელიც ჩვენამდე არ მოაღწია. ამის სიდიადეს შეხედე. ქნილებებზე შენ გესმის ამ ყველაფრის არსი ეუბნება. არარაობა ვარ, ვინანიებო ეუბნება იობი. რას ინანიებს იობი რო? ვერ მივხვდი, რატო დაუშვი ჩემს ცხოვრებაში ეს ტანჯვა. ესეთი გააზრება არსებობს, აი მინდა შემოგთავაზოთ, რომ მაგალითად იობი იყო ქრისტეს წინასახე, რომელიც ასევე ქრისტეც უდანაშაულოდ იტანჯება, ალეგორიაში რო
მის ტყავში ყოფნა აჩვენა, რომ მე რო გამკაცებულიყავი, ამდენი უმადურობა, ამდენი უსამართლობა ესე დამტანჯავდა როგორც შენ. ამის მიმღებლობა მხოლოდ იობს შეეძლო. ამ ლეველზე, დონეზე ასვლა მხოლოდ იობს შეეძლო. ჩემთვის ეს ვერსია უფრო რაღაც ახლოს არის, თუმცა 100%-იანად არ ვამბობ, რომ ეს ყველაზე სწორია, მაგრამ ეს კონკრეტულად არ წამიკითხავს, შეჯახებებით მე გამოვიტანე ესეთი დასკვნა. შეიძლება ვინმე აქ და პლაგიატში არ ჩამოვართვან მე, მაგრამ მე არ ვიცი ვინმეს თუ აქვს ეს. არც იმას ვცდილობ ხარ უნიკალური ვიყო და რაღაც, მაგრამ ფიქრობ ესე მე ვფიქრობ, რომ მთლიანი წერილი მაინც ქრისტოცენტრულია და თუ იობს როგორც ქრისტეს წინასახეს, ასე ვთქვათ, ტიპოლოგიას თუ გავაკეთებთ, მე მგონია, რომ ეს ის დონეას, რაზეც ავიდა იობი, მაგრამ ჰორიზონტალურად თუ შეხედავ, ერთ დღეს რამდენი უბედურება ატყდება კაცო. იქ ხარებს დაიტაცებს ვიღაცა, მე იობი მეფე იყო ისე ცნობისთვის. ძალიან დიდი პიროვნება იყო. მე ცხვარს ცეცხლი ჩამოახთისგან შთანთქავს. მე აკლემებს დაიტაცებენ. მე ეს 10-ვე შვილი ერთად ნადიმობს უფროსი შვილის სახში და ქარი შეუვარდება და 10-ვე ერთ დღეს კვდება. მეორე დიალოგი ხდება ამ ყველაფრის მერე და კეთრის მაგვარ დაავადებას შეყრის ღმერთი, ცოცხლად ლპება იობი და ამ დროს მოდის ძვირფასი მეუღლე, რომელსაც ახლა თქვენ ყველა განიკითხავთ და ეუბნება დაგმე ღმერთი და მოკვდიო რა, ნუ აღარ ეჭიდები ამ შენ სიმართლესო და აბა ერთ დღეს 10 შვილი მოუკვდეს ვინმეს, ან კაცს, ან ქალს, რა მნიშვნელობა აქვს მშობელს. იობის ცოლზე უარესად იტყვი ბევრ რაღაცას. მე პირადად რო ავიღო ჩემი თავი. იქაც კი ისეთ პოზიციას იჭერს, რომ თუ სიკეთეს ვღებულობო ღმერთისგანო, სიავე არ უნდა მევიღოო. სხვა დონეზეა იობი თავის მეგობრებთან შედარებით. მისი სამი მეგობარი ეს ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი მოჯამაგირის დონეზე მსჯელობენ. აი შენ ეს დააშავე და ამიტომ კი ესეც არსებობს. სამი დონე არსებობს ადამიანის და ღმერთის ერთმანეთთან დამოკიდებულების. ერთი მონის, რომელიც იძულებულია დაემორჩილოს, მეორე მოჯამაგირის, რომელიც საზღაურს ელოდება, აი მე მცნებებს დავიცავ და კურთხეული ვიქნები. ეს ბავშვური დონეც დაშვებულია, ყველა გადის ამ ეტაპს, მაგრამ ბოლო არის, როდესაც შენ მაქსიმე აღსარებელს აქვს, როცა ადამიანს ღმერთთან დამოკიდებულება აქვს, როგორც მამასთან და მისგან ღებულობს სიმკაცრესაც და ყველაფერს. იობი ამ დონესაც გაცდა და უფრო მე ვფიქრობ ძალიან მაღალი დონის პიროვნებაა. თან იქ უდიდესი ფილოსოფიური დიალოგები მიმდინარეობს პოეტურ დონეზე. კი, იობის წიგნი ცალკე განვიხილავთ. ეხლა უბრალოდ მე დავსვავ ორ კითხვას გავაერთიანებ. ანუ რატომ იყო საჭირო 10 სასჯელი ეგვიპტისთვის, თუ ღმერთს შეეძლო, რომ ერთი მოქმედებითაც გაეთავისუფლებინა ხალხი, ანუ ეს მხოლოდ ეგვიპტელებისთვის იყო, თუ ისრაელის რწმენის ფორმირებისთვისაც და რატო არ მიეცა საშუალება აღქმულ მიწაზე, რომ შესულიყო მოსე? რატო იყო საჭირო 10 სასჯელი? 10, რომ ხომ შეეძლო მას, ხო ქონდა იმდენი ის. ეხლა დეტალურად 10 სასჯელზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით. 10-ვე სასჯელი კონკრეტულ ეგვიპტურ ღვთაების წინააღმდეგ არის. მაგალითად არსებობს ნილოსის იმ წყლის ღვთაება და სისხლად გადააქცევს და ის ღვთაება ვერაფერს აკეთებს ამ ღმერთის წინააღმდეგ. ანუ ამ 10 სასჯელით იმ წარმართულ სამყაროს უმოწმებს ღმერთი, რომ მე ვარ ყოვლადძლიერი ღმერთი. მე ვარ. მისი დიდება უნდა გამოჩნდეს. იმიტომ რომ სხვა ენა იმ საზოგადოებას არ ესმის.
მეორე რა შემეკითხეთ? აი მოსემ 40 წელია არა ხალხი ეგვიპტეში და რატო არ მიეცა საბოლოოდ როცა მიადგნენ უკვე შესვლისაში. მან ძალიან მარტივად არის, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. არ არსებობდაო ადამიანი, ვისთანაც პირისპირ ეს ელაპარაკობდა ღმერთი. თვითონ ეუბნება მოსეს ძმას აარონს და მირიამს, რომ წინასწარმეტყველებსო ან ხილვაშიო და ან სიზმარში ველაპარაკებიო და მოსესთანო პირისპირ ვლაპარაკობო. ნუ იმ დონეზე, რა დონეზეც ადამიანს შეუძლია ატანა. მოსესაც კი ეუბნება, რომ სრულად რო გამოგეცხადო, ვერ გამოკვდები, ანუ განადგურდები საერთოდ. მარტო ფიზიკურად კი არ მოკვდები, როგორც პიროვნება ვერ გაუძლებ. რატო ვერ შევიდა? იმიტომ რომ ძალიან იქ კიდე წერია, რომ ყველაზე თამდაბალი კაცი იყო მოსე დედამიწაზეო და იმ დონის სიახლოვე ქონდა ღმერთთან, რომ მისი ის პატარა შეცდომა, რაც ჩაეთვალა შეცდომად. ეს ეგვიპტელი რომ მოკლა არა, იქ წყალზე წუწუნებს ისრაელის ხალხი და განრისხდება და კლდეს მიარტყავს. არ და კონკრეტულად არ შეასრულებს გაწერილ რაღაცას თვითონ ავლენს რისხვას და ეს ჩაეთვლება მას. თითქოს ნახეთ როგორი რაღაცა სხვები შევიდნენ სხვა თაობა მე. საერთოდ ის თაობა ვერ შევიდა. ამოწყდა და მე მხოლოდ იესო ნავისცე და ქალები ქვია პიროვნებას, ქალი არ არის. იესო ნავისცე და ქალები ორი პიროვნება მოსეს თაობიდან შევიდა მაგ აღთქმულ მიწაზე. მოსე ვერ შევიდა, მაგრამ ეს არ აკნინებს მის სიდიდეს პირიქით. ეს ამტკიცებს, რომ მას ძალიან მაღალი ლეველი ჰქონდა, ანუ დონე და იმიტომაც სიმკაცრე მისთვის იყო. მადლობა. რატომ ახდენდა იესო ქრისტე სასწაულებს? ერთი ეს შეკითხვა. რატომ არ ქრება ბოროტება და ერევა თუ არა ღმერთი კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში? ნუ ავადობაზე და რატო კვდებიან ჩვილები, ამაზე ფაქტობრივად გაეცი და რატომ არ აჩერებს ღმერთი ომებს ერთი ადამიანის მაგალითად მოკვდინებით? ჯერ პირველი ისა შემეხსენი რა. რატომ ახდენდა იესო ქრისტე სასწაულებს? სასწაულებს საერთოდ ქრისტე როცა ახდენდა, ხშირად ამბობდა, რომ არავის არ უთხრა, მაგრამ ხალხი პირიქით იქცეოდა როგორც წესი. თვითმიზანი სასწაულები არასდროს არ ჩანს ქრისტეს რო ქონდა. არის შემთხვევები, როდესაც ის თვითონ იჩენს ინიციატივას, მაგალითად ქრივის ერთადერთ შვილს მიასვენებენ და ქალაქ ნაინში შეეცოდა და მივიდა და ანუ არავის არ ეკითხება, ან რწმენა გამოავლინე, ან თავისი ინიციატივით კურნავს. არის შემთხვევა, როდესაც კეთროვანი მიდის და ნუ ეს კეთრი ისეთი დაავადებაა მაშინ, როცა ცოცხლად ლპება ადამიანი, ზოგჯერ 20 წელიწადი გრძელდებოდა ეს. აბსოლუტურად გარიყული ხარ საზოგადოებისგან. და უფრო მეტიც ეს იმის ნიშანია, რომ ღმერთმა მიგატოვა შენ. ღმერთისგან მიტოვებული ხარ, საზოგადოებისგან მიტოვებული ხარ და ცოდვის გამო ისჯები და ესეთი ადამიანი მიდის ქრისტესთან თუ გსურს ჩემი განწმენდა შეგიძლია. სურს შეეხება და ნუ არ შეხება საერთოდ არ შეიძლება კურნავს. მისი წყალობა ჩანს აქ და რა თქმა უნდა ღვთის დიდებაც ვლინდება. ერთი ბრმაჩობილზე როცა არის მე-9 თავში იოანეს სახარებაში. იქ ეკითხებიან მოწაფეები, ვინ შესწოდა მისმა მშობლებმა თუ მან შესწოდა და ესეთი ბრმა გახდა. არა, რათა გამოვლინდეს ღვთის, მაგრამ არის შემთხვევები ცოდვის გამო სჭირს ადამიანს დაავადება, მაგალითად დავდომილს როცა ანგელოზი ამღვრევდა უწყალს რო წერია და ეს ვერ ასწრებდა ჩასვლას რო განკურნებულიყო, კურნავს და წადი და აღარ იცხოვრო ცოდვაში რო უარესი არ დაგემართოს. იქ ჩანს ქვეტექსტი რომ ამ ადამიანს რაღაცა ცხოვრების წესი ქონდა ისეთი რომ იმან გამოიწვია.
ყველა შემთხვევა ერთნაირი არ არის, ამიტომ მაგალითად იაროსის ქალიშვილს რო აცოცხლებს სინაგოგის უფროსის. მოკვდება ეს გოგო ნუ აღარ აწუხებო მოძღვარს ეუბნებიან, მაგრამ მიდის მაინც ლოცულობს და გვერდით აღადგენს. ძალიან ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა და ძირითადად იმიტომ აკეთებს, რომ ურწმუნო და გარყვნილი მოდგმა ეძებს სასწაულებს და სჭირდება ესეთ დონეზე დასულ ადამიანს სასწაული, რომ როგორმე ღმერთისკენ გაიხედოს, ეს თხრობა ჩანს სახარებაში. თუმცა ლაზარე რო აღადგინა მკვდრეთით იოანეს სახარების 11-12 თავში ჩანს, რომ ლაზარეს მოკვლაც უნდოდათ, იმიტომ რომ ბევრმა ირწმუნაო. აი მაინც ესე გავშლიდი, რომ კონკრეტულად საერთო მიზეზი არის ღვთის დიდება, ადამიანთა დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. მეორე შეკითხვა რა იყო გურამ? მეორე იყო რატომ არ ხრება ბოროტება და ერევა თუ არა ღმერთი კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში და გაერთიანება შეიძლება ბოლოსთან, რომ ერთი კაცი მოკლას და დამთავრდეს ომი იყო. ერთი კაციც მომკვდარა და მაინც ბოროტება გაგრძელებულა. ეხლა რამდენი ვიცით ისტორიაში ჰიტლერიც მოკვდა. მაგრამ იქ შეიძლება რაღაცა გაჩერდა, მაგრამ სხვაგან მაინც გაგრძელდა. რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკვდეს თავისუფალი არჩევანი, სანამ არ წაერთმევა ადამიანს, ეს იქნება ყოველთვის. ამ ვითარებაში თუ წაერთმევა, არ წაერთმევა არასდროს, მაგრამ დასასრულს რაც შეეხება ბოროტების, სახარების და ბიბლიურ თხრობაში ვხედავთ, რომ საბოლოოდ, როდესაც მეორედ მოსვლა მოხდება, ხდება დედამიწის განახლებაც და ყოველგვარი არასრულყოფილობის მოსპობა და ბოროტის ჩაგდება გეენაში, ანუ სატანის, ვოლანდის. და იქ მთავრდება ყველაფერი. იქ სხვათა შორის წერია, რომ სატანა და მისი მსახურები, მისი თაყვანისმცემლები იყვნენ ჩაგდებულები. სხვა კატეგორია ხალხი არ არის ნახსენები. საბოლოოდ კაცობრიობა მთლიანი თავისი შემოქმედებით და მეცნიერებით ელოდება, რომ როგორმე გააუმჯობესოს ცხოვრება და ბოროტება მოისპოს, მაგრამ ბიბლიური თხრობის პერსპექტივით ეს ჩანს, რომ მაშინ დამთავრდება ეს ყველაფერი. რატო არ აკეთებს ამას? იმიტომ რომ ეს სხვანაირად მაშინ ადამიანი თავისუფალი არ უნდა შეექმნა. წრეზე ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ ასე არის. ანუ ახლა როცა ამდენი რელიგია არსებობს, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, ანუ სწორი რელიგია რომელი არის? თუნდაც რომელი ეკლესიაში უნდა იაროს და რომელი აღმსარებლობა ჰქონდეს? როგორ უნდა გაარკვიოს ეს ადამიანმა? მადლობა. ეს ძიება თუ აქ ადამიანს უკვე ჩემი პირადი შეხედულებით, ანუ ზოგადად რა არის ჭეშმარიტება, პილატემ კითხა ქრისტეს და არ დაელოდა პასუხს, გავიდა. იქამდე სანამ პილატე დასვამდა ამ კითხვას, ქრისტემ უთხრა მოწაფეებს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემი. ეხლა ზოგადად რო შემეკითხეთ, ჯერ ამდენი რელიგიაა. არსებობს პოლითეისტური რელიგია, მრავალღმერთიანობის, არსებობს მონოთეისტური. ეხლა იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, სამი ყველაზე დიდი მონოთეისტური რელიგია დღეს. ადრე ზოროასტრიზმიც იყო, მაგრამ მაგ ხელა გავლენა ეხაც არ აქვს. აი ჩვენ გავიარეთ ზოროასტრიზმის და ვნახეთ, რომ მათ ერთი ღმერთი სწამდათ. აი სპარს მეფეებს, რომლებიც ბიბლიაში ჩანან,
ჩემი შეხედულება რატო აქვს ესეთი სიმპათიები მაინც ებრაელი ხალხის მიმართ, რომ მისცეს ტაძრის აღდგენის საშუალება. იმათაც ერთი ღმერთი სწამდათ, მკვდრეთით აღდგომაც სწამდათ, სამსჯავროც სწამდათ. ანუ არის მონოთეისტურ რელიგიებში რაღაცა საერთო. რომ ღმერთი სამსჯავრო არსებობს, ღმერთის ცნებები არსებობს, გადარჩენა არსებობს და იმედი არსებობს. მე ვფიქრობ, სუფთა პრაგმატული კუთხითაც ისეთ რელიგიებში უნდა ეძებოს, სადაც გამოსავალიდი იმედი არსებობს ადამიანისთვის. ჩემი პირადი შეხედულებით ქრისტიანობაა ასეთი. ეხლა ქრისტიანობაში კათოლიკურ ტრადიციას აირჩევთ, მართლმადიდებლურს თუ პროტესტანტულს, ეს თქვენი არჩევანია. ანუ მე აქ რეკომენდაციებს ვერ გავწევ. მაგრამ პირადად ჩემი შეხედულება, ეხლა ეს ჩემი შეხედულება, მე ვფიქრობ, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება თვითონ და ეს არის გზა. ასე შემიძლია გიპასუხოთ. დამოძღურის დიდაქტიკით ვერ წავალ ახლა თქვენთან კითხვა პასუხში. ხორი დასვათ კითხოს. აი, მე მაგ შეკითხვაში. მაგრამ მაგას ვერ ამოვკითხო სათენი. აი, ეგეთ შეკითხვა მაქვს, რაკი ბოროტებაზე, ესე იგი, ვოლანდის მხრიდან დანახულ რელიგიაზე ვლაპარაკობთ. ესე იგი, რა საერთო არის სხვადასხვა კონფესიებში, სხვადასხვა რელიგიებში, ჩვენ ხო გავიარეთ წინა კურსში 5 ძირითად თუ 6 რელიგია. აი ამ რელიგიებში როგორია ბოროტება? ანუ ერთნაირია თუ განსხვავებული? ეს რომ ნახოთ, ანუ ბოროტების აღქმა ქრისტიანულ თვალსაზრისით, ბუდისტური, ინდუისტური და რა ვიცი ასე შემდეგ რა. როგორ ერთნაირია თუ განსხვავებული? ღმერთის აღქმა განსხვავებულია მეტნაკლებად, ხო? და აი ბოროტების აღქმა ცოტა გავართული შეგვიძლია. კარგი შეკითხვა. დავიწყოთ ინდუიზმიდან და მერე გადავიდეთ აბრაამეულ რელიგიაზე. აბრაამეული რელიგია არის იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. დანარჩენს რაც შეეხება, ხა ინდუიზმში მაგალითად ბრაჰმას ძინავს, მაია აძინებს, გრძნეული პრინციპი. და ყველაფერი, რასაც კი ჩვენ არსებობას ვეძახით, იქ სიტყვა არსებობა არ არსებობს. სიზმარია, რეალობა არ არსებობს. ბრაჰმას ვესიზმრებით ჩვენ. და მთელი ეს ბრძოლა შიგნით ხდება. და იქ მერე ამ ბრაჰმა არსებობს ვიშნუ და არსებობს შივა. ბრაჰმა არის მიზეზი ყველაფრის ამ სიზმარში ისევ და ისევ არსებობის. ვიშნუ არის აღმშენებელი ძალა და შივა არის დამანგრეველი ძალა. მარადიული ბრძოლა მიმდინარეობს ამ ასე ვთქვათ შივასა და ვიშნუს შორის და ყველა მის გამოვლინებებს შორის და ის კრიშნა და სხვა ავატარები, ყველა ბუდაც ერთ-ერთი ავატარად ითვლება ვიშნუსი, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთშია მოცემული და ოდესღაც არის ეს, იქ ციკლურია, იქ არასდროს არ დამთავრდება ეს. გახსოვთ რომ ვთქვით, რომ 12000 წელი მიმდინარეობს ოქროს ხანა, 12000 წელი სპილენძის ხანა, 12000 წელი რკინის ხანა და სიბნელის ხანა და ეს სუტრიალებს ბრაჰმას სიზმარში. არასოდეს არ დამთავრდება. ეს არის ინდუიზმი. რაც შეეხება აბრაამეულ რელიგიებს, იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს. აქ ბოროტება არის დამახინჯებული სიკეთე სამივეში. დაცემული ანგელოზის შემოტანილია ბოროტება და მერე ადამიანმაც არჩევანი გააკეთა. მაგრამ ისლამში ანგელოზი კი არ დაეცა, იქ არსებობენ ჯინები, ესე იგი არსებები, ნეიტრალური არსებები, რომლეთაც ჯინებს აქვთ თავისუფალი არჩევანი. ანგელოზებს არა ისლამის თანახმად. ეგენი ცულიერი არსებები არიან ჯინები
და ერთ-ერთი ჯინი არ დაემორჩილა ალაჰს და გახდა შეიტანი, ანუ ვოლანდი სატანი. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ რელიგიებში ყდრეთით აღდგომის შემდეგ მეორედ მოსვლისას, იუდაიზმი ელოდება სხვა მესიას, მაგრამ ქრისტიანობაში ეს ის არის ზუსტად ქრისტე. ესქატოლოგიური პერსპექტივით განადგურდება ბოროტება. ღმერთი გაიმარჯვებს დამახინჯებულ სიკეთეზე, ანუ ბოროტებას. ასეთი ზოგადი პასუხი ესეთი. არსებობს დუალისტური სისტემები, მაგალითად დაოსიზმი. ინი არის მამაკაცური საწყისი, იანი არის ინი არის მდედრობითი, იანი არის მამრობითი. და ის სიმბოლოც როა დაოსიზმის და რატომღაც მდედრობიც მიეწერება უარყოფითი ასპექტები იქ, ამ დაოსიზმში ეს ერთ-ერთი ძველი ჩინური სარწმუნოებაა, ეხლა ძალიან ცოტანია. აქაც ბრძოლა მიმდინარეობს და იქაც ითვლება, რომ სინათლე არის მამაკაცის საწყისი და საბოლოოდ გაიმარჯვებს სინათლე. აი ინდუიზმში ციკლს არ უჩანს არანაირი ბოლო. მაგრამ არსებობენ რელიგიები, სადაც მაინც ბოროტსა ძლია კეთილმან, როგორც გენიოსმა თქვა, არსება მისი გრძელია, საბოლოოდ მაინც სიკეთე იმარჯვებს. ცხოვრებაში ეგრე არის, ხა შეგვიძლია სუჩი არ მოხდეს ეს, მაგრამ რა ოდესღაც რომ მაინც ესე ხდება. მეორეს მოსვლას უნდა დაველოდოთ. თუ შეიძლება რომ ისა მიკროფონში დავსვათ ხო კითხვა. კიდე იყო რამე კითხვა? კი, მე მაქვს კიდე ერთი კითხვა და თქვენც აქტიურობთ ონლაინ თუ აღარ არის ლექტურა. კი, მაშინ მოდი გარემ აქ ვარ და დავსო. ესე იგი ვოლანდი და აქეთ ესე რა ქვია, ღმერთი ხო? როგორ გვესახება, ასე ვთქვათ? კაი მეჭირება. დასასრული ამ ამბის რა, საინტერესო არის, ძალიან ბევრი ვერსია წამიკითხავს და მომისმენია, მაგრამ ნუ ეხლა შეიძლება კონკრეტულად ოსტატ და მარგარიტას. არა, ზოგადად ეშმაკის და ესე იგი ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლის დასასრული. თუ თქვათ ჩვენ უშვებთ იმ მოცემულობას, რომ ღმერთი არის უფრო ძლიერი და ანუ ის გაიმარჯვებს, რა ბედი ეწევა ეშმაკს. ანუ ეს ბრძოლა არის ეშმაკის სრულ განადგურებამდე, თუ ეშმაკის მოქცევამდე, ასე ვთქვათ, ისევ ძველ წიაღში დაბრუნებამდე და თუ განადგურებამდეა, რაღაც საჭიროა ეხლა ამდენი ხანი რაღაც გვაწვალებს, ბარემ პირდაპირ გასრისოს და დამთავრდეს. საბოლოო თხრობას ბიბლიურს რაც შეეხება და განსაკუთრებით გამოცხადების წიგნში და ახალ აღთქმაში, გამოცხადების წიგნში სატანა იგივე ვოლანდი თავისი მრავალი დაცემული ანგელოზებით, იმიტომ რომ მარტო არ არის. ფიქრობენ რომ 1/3 ანგელოზებისა დაიყოლია. რამდენი არიან კაცმა არ იცის, ვერავინ დათulis და მისი მსახურები ჩაგდებული იქნებიან გეენაშიო, მაგრამ ბევრი ფიქრობს რომ მათ სრული განადგურება ემხრებათ, ანიჰილაცია ქვია ამ თეორიას. ანუ სულიერადაც აღარ იარსებებენ. კლასიკურად ფიქრობენ რომ არასოდეს დამთავრდება მათი ტანჯვა და მათი მომხრე ადამიანებიც მარადიულად დაიტანჯებიან ჯოჯოხეთში. ეს ოფიციალური პოზიცია სამივე მიმდინარეობის ქრისტიანობისა, მაგრამ არსებობს პირადი აზრებიც, რაც უკვე ვთქვი. და მაგრამ მესამე აზრიც არსებობს, რომ საბოლოოდ ეშმაკიც მოინანიებს ჯოჯოხეთის გავლით. სხვათა შორის ამბობენ, რომ ისააკ ასური ლოცულობდა, რომ ეშმაკს მოინანიებინო. მე-7 საუკუნეში ცხოვრობდა. მე-7 საუკუნეში ცხოვრობდა ისააკ ასური და ფიქრობენ, რომ ის ლოცულობდაო, რომ ეშმაკს მოინანიებინო. მე პირადად არ მჯერა ეშმაკის მონანიების პერსპექტივის, იმიტომ რომ ამდენი ხანი თუ არ ინანიებს, მაგრამ მე ადამიანი ვარ და შეიძლება ვცდები, არ ვიცი. მაგ ლოგიკით ახლა იმ ლოგიკით უბრალოდ
ღმერთი არის თვითგანგებულება და თვითონ უშვებს თავისუფალებას აძლევს და როდესაც საწყის საწყდებს ორივეს, მაშინ ღმერთმა უნდა დაუშვას ეგეც, რომ მოინანიებს თუ არა ის ეშმაკი, თუ ღმერთმა არ დაუშვა, მაშინ არ ვერ შეძლებს მაგას, ხო? ეგრე არ არის. მონანიება ხო ადამიანის არჩევანია. პიროვნების არჩევანი, კაი ასე ვთქვათ. პიროვნება ხო არის ის? ნუ ზოგი ფიქრობს, რომ ამიტომ იქამდე მიდიან, რომ არ არის პიროვნება, უბრალოდ ბოროტება არსებობს და ეს ასე ვთქვათ, განპიროვნებული ბოროტება, ეშმაკს ასე ეძახიან, სინამდვილეში ეს არ არსებობს, უბრალოდ ადამიანები თვითონ აშავებენ. მაგრამ ბიბლიურ თხრობაში ეს კონკრეტული პიროვნება დაცემული ანგელოზია. ეზეკიელს თუ დაუჯერებთ, ეს არის ქერუბიმი ერთ-ერთი. უმაღლესი რანგის ანგელოზი. სხვები ფიქრობენ, რომ დაბალი რანგის ანგელოზი იყო. მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შემთხვევაში. ანგელოზია დაცემულია. ქრისტიანული თვალსაზრისით ბოროტება ცალკე, ასე ვთქვათ, საპირწონე არსი არ გააჩნია, როგორც ინდუიზმში მაგალითად. ბოროტება არის დამახინჯებული სიკეთე, ცუდად დაკრული მელოდია, კლაივ ლუისი იყენებს ამ ილუსტრაციას. მაგალითად, რომ მოცარტის ან ბახის რომელიმე ნაწარმოების ნოტები რო დაუდო და საერთოდ ისე რომ ოღრო-ჩოღროდ დაუკრას ადამიანმა, ხო აი ეგეთი რაღაცაა ბოროტება. აი, ფეთოსომის. თუ ადამიანი მაგალითად რაიმე ტანჯოს გადის, ან როგორ შეიძლება ის გავიგოთ, შეიძლება იყოს სწავლება ან რაღაც ან დასჯა. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი? ხო, რომ რაღაცა განსაცდელი აქვს და ტანჯოს გადის და ეს შეიძლება იყოს სწავლება ან პირიქით, რომ დაისაჯა რაღაცის გამო. მიზეზი როგორ? როგორც წესი იობის წიგნს თუ ავიღებ, მორწმუნე ადამიანი თვითონ ხვდება ცოდვისთვის ისჯება თუ უბრალოდ ეს საფრთხო განგებულებაა. იობი ამას ხვდება. უბრალოდ ღმერთისგან აინტერესებს პასუხი რას მომიტას ეს ტანჯვა, რატო? თვითონაც არ იცის. შეიძლება არ იცოდე რას ემსახურება კონკრეტულად, მაგრამ იობის მაგალითზე და ბევრი ბიბლიური გმირის მაგალითზე თუ ცოდვის გამო ისჯება კონკრეტულად იმასაც ხვდება ბიბლიურ თხრობაში ასეა. როგორც სასჯელი ესეც არსებობს ტანჯვა და როგორც კონკრეტულად საფრთხო განგებულებით დაშვებული, როგორც იობის შემთხვევაში. იობი მისი, ასე ვთქვათ, ცოდვების გამო არ ისჯება ცალსახად, ხედავთ ამას. ამიტომ ამას მხოლოდ ის ადამიანი მიხვდება. შეიძლება ის თემიც მიხვდეს ახლა, მაგალითად, პავლე მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ ესეთ რაღაცას, კორინთელებს წერს, კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წერს, რომ თქვენთანო არისო ისეთი მრუშობა, რომელიცო წარმართებშიც კი არ არისო და იმ სამყაროშიო და ვეღაცასო მამის ცოლი ყავსო, ანუ დედინაცვალი ყავდა ცოლად ქრისტიანს, რომელიც მრევლი იყო და ჩვეულებრივ აგრაგ აგძელებდა ცხოვრებას და მიუხედავად შეგონებებისა, მაინც იყო ამ თანაცხოვრებაში დედინაცვალთან. და მერე როცა არღებულობს შეგონებებს, იქ ჩანს, რომ პავლე იძახის, რომ ამ ადამიანზე ესეთი სასჯელი მოვა აუცილებლად და ხდება იმ ადამიანის ცხოვრებაში ეს სასჯელი. გადავეციო სატანას ამბობს სხვათა შორის. მეხუთე თავში. რათა მისი სხეულიო დაითრგუნოსო და მერე მისი სულიო გადარჩესო. ეს უკვე ისეთი დეტალებია თვითონ შიდა, ასე ვთქვათ. არსებობს სასჯელი საქციე კონკრეტული ცხოვრების წესის გამო, არსებობს სასჯელი იობისეული, ანუ როდესაც ღვთისგანგებულებით სხვა დონეზე ხდება ეს ყველაფერი და აქ მთავარი ის არის, რომ შენ არ იჩქარო სხვას უთხრა, რომ შენ ამიტომ ისჯები.
მე მგონი ეგ პრინციპი, იმიტომ რომ შენ შეიძლება შეცდე როგორც იობის მეგობრები. ისინი მაშინ წმინდა წერილი არ არსებობდა, მაგრამ პრინციპები იცოდნენ. ეხლა ჩვენ წმინდა წერილი ვიცით, შენ იმიტომ დაისაჯრო ესქენი. შეიძლება შეცდე დიდი ალბათობით, ამიტომ ეგ პრინციპი დევს, რომ მაგრამ შენ პირადად მიხვდები ამას. ასე მგონია. ალბათ ჩვენც ვაკეთებთ. შეიძლება რომ ადამიანი აქაც იტანჯოს და იქაც იტანჯოს, ეგ კითხვაც იყო. შეიძლება. სასუფეველში ტანჯვაზეა ლაპარაკი. არა. როგორც სასუფეველზე ვკითხულობთ, რა თქმა უნდა, ხატოვანია ეს. ხატოვნად იმდენად ცრემლი არ იქნება, ტკივილი არ იქნება, სიკვდილი არ იქნება, არასრულყოფილება არ იქნება და ყოველგვარი არასრულყოფილება არის ცოდვის შედეგი, ამიტომ ფიქრობ მარადიულ ნეტარებაში ტანჯვა არ უნდა იყოს ალბათ. ჯოჯოხეთსაც ფიქრობენ, რომ ადამიანებიც მარადიულად არ დაიტანჯებიან. არის ესეთი მოსაზრება, რომ ზოგი განადგურდება მთლიანად, ანიჰილაცია მოხდება. არის სხვა შეხედულება უნივერსალიზმი, რომ ყველა გადარჩება ოღონდ ჯოჯოხეთის გავლით. უნდა ზღოს ყველამ თავისი ცოდვების საფასური. რამდენ მილიონ წელს ან 1000 გაატარებს, არავინ არ იცის. ვერსიები ბევრია. მე პირადად მინდა, რომ როგორც მინიმუმ ჯოჯოხეთის გავლით ყველა გადარჩეს. მაქვს ეს სურვილი. მაგრამ ასე იქნება თუ არა, დარწმუნებული არ ვარ. სურვილი მაქვს. მაშინ კიდე ერთი შეკითხვა ის არის რა ქვია ანუ ხო ირჩევს ზოგი ადამიანი ღმერთის მხარეს, ზოგი ეშმაკის მხარეს, ხო? ანუ რა ბენეფიტი აქვს ეშმაკის მხარეს არჩევას? ანუ რა რის მოლოდინი უნდა კონდეს? ეხლა თუ იცი წინასწარ რომ ღმერთი ყოველთვის გამარჯვებულია, მაშინ რა ლოგიკით ირჩევს ვიღაც მეორე მხარეს, ვოლანდის მხარეს და რას იძლევა ვოლანდის სანაცვლოდ, რას თავაზობს ადამიანს? ანუ სამ ბიბლიის მიხედვით. ბიბლიის მიხედვით ეშმაკის არჩევას სპრინტერული წარმატებები აქვს. ღმერთის არჩევას მარათონული დიდი შედეგები აქვს. ასე მარტივად რო ვთქვათ. ეხლა სრულიად ეშმაკის მსახური რო ვთქვათ, ეგ ისეთი ერთეულები არიან, ვინც მართლა რაღაც მაგალითად დავიღოთ მოსეს და იმის მაგალითი, ქურუმები, რომლებიც ეგვიპტეში იყვნენ. პავლე მოციქული სხვათა შორის მათ სახელებს ახსენებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში. იანე და იამბრეო წინაღუდგნენო მოსესო. იმათაც ჰქონდათ ძალა, რამდენიმე სასწაულს ისინიც აკეთებენ, მაგრამ მერე ვეღარ აკეთებენ. ჩანს, რომ ეშმაკის მსახურებსაც გარკვეული ძალაუფლება და სიდიადე ეძლევათ. მაგრამ საბოლოოდ მოსესთვის მიცემული სიდიადე იმარჯვებს. ამიტომ შედეგობრივად ბიბლიურ თხრობაში ღმერთის მხარეს ყოფნა ჯობია, თუნდაც მეტი პრობლემების გავლით უკეთესი მარადიული შედეგის პერსპექტივით. ასე ვიტყოდი, რა ვიცი. ბიბლიურ თხრობაში ასე ჩანს. ეშმაკის არჩევას აქვს თავის ბენეფიტები ცალსახად, ანუ ოღონდ ეს ძალიან დროებითია იმასთან შედარებით. ეს ვოლანდის და იმის დიალოგი როა პირველივე ის გამახსენდა ეს. ეშმაკიც არ არსებობს, კაცო, ამ ათეისტებს რო ეკითხება. არაო, რა ყველაფერი არ არსებობს, რა გაბრაზდება თვითონაც. ის მაინც დაიჯერეთო, კაცო, ეშმაკი რო არსებობს. ანუ ნახეთ, ეშმაკისთვისაც ხო, ეგ მე გავშალოთ, რომ შევეხებით მაგას. მე-6 ლექცია იქნება.